ჩვენი შოუ 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 საღამოშვიდობის დაბიუფასო მეგობრებო მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი აი ახლოვდება იუმორინას კონცერტები სახელწოდებით იუმორინა 2025 გელით 15 და 16 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. დღევანდელ გადაცემას სწორედ ამ თემაზე საუბრი დავიწყებ და შესაბამისი სტუმრებიც ყავს სტუდიაში. დოდონა ნამორაძე, ბადრი ჩიხიაშვილი, მერაბ სამყურაშვილი, ხვიჩა მაღლაკელიძე, მერაბ გეგეჭკორი, რომან ქერქაძე და დათო ბეკოშვილი. აბატონო. გამარჯობა. გამარჯოს. ჩემო მეგობრებო, ჩვენ დღე-დაღამე ერთად ვართ, იმიტომ რომ ფაქტობრივად, იმიტომ რომ ემზადებით ჩვენი კონცერტის რაღა დარჩა, ხო? ორი კვირა არც კი დარჩენილი და თანაც აი მართლაც განსაკუთრებული მნიშვნელობის ამბავია ჩვენთვის და რაც ყველაზე სასიხარულოა ჩვენი მაყურებელი სწორედ ამ სითბოს და ამ ყურადღებას გვიდასტურებს უკვე 25 წლის მანძილზე საიუბილეო სწორედ ამიტომ არის იუმორინა წელს 2025 წელს, იმიტომ რომ 2000 წელს დავიწყეთ ეს ყველაფერი და მეოთხედი საუკუნეა, ვდგავართ სცენაზე და მეოთხედი საუკუნეა, რაც მაყურებელი ასე თანადგომას გვიცხადებ და თავშივე უღრმესი მადლობა უთხრა ჩვენს მაყურებელს ამ ერთიანობის და ამ სიტყვისთვის. უღრმესი მადლობა თქვენ. ისიც ვთქვათ, რომ მართლაც უპრეცედენტო მოვლენაა, იმიტომ რომ აი სხვა მეორე ანალოგის დასახელება გაგვიჭირდება ჩვენს და დარწმუნებული ვარ სხვასაც რომ საკონცერტო სერიალი უწყლეტად 25 წლის მანძილზე თან მუდმივად ანშლაგებით, თან მუდმივად ყველაზე მაღალი სატელევიზიო რეიტინგებით, ну აი ეს არის ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი და მართლაც ჩვენი შინაგანი მადლიერება და მღელვარება ყოველი კონცერტის მზადებისას აქედან მომდინარეობს. ერთიც უთხრა ჩვენ მაყურებელს რომ 15 და 16 თებერვალს გაიმართება ჩვენი კონცერტები და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.gi აქ მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია წარმოდგენილი არტისტების 5-ამდენი ვიქნებით სცენაზე ცხადი ყველანი ვერ დავეტეოდით, ამიტომ ეს მხოლოდ ასე ვთქვათ მცირე ნაწილი ვართ წარმოდგენილი და ჩემო ხვიჩა შენ მინდა დაიწყო საუბარი იმის თაობაზე როგორ მოხდი მან და როგორც იმ ფილმშია რამოდენა მადლიერი ვარ ღმერთის რომ გიტარაზე დაკვრა ვისწავლე და გიტარის წყალობით მოვხდი ამ საოცარ პროექტში, რომელიც აი თავი და ბოლომდე ჯანმრთელ გარემოშია შექმნილი და აღმოცენებული, დაბადებული, იმიტომ გასტანა ამდენი ხანი. უდიდესი პატივია ჩემთვის. თავიდან მახსოვს ბათუმელი ვიცი ახლა მას ყველაფერს უყურებდი, ან სახში ტელევიზიით შუქროცა მოვიდოდა მაშინ, ან სამარცხვრო ტაქში, ან მატარებელში გადიოდა ყოველთვის იუმორინა და ჩემთვის ვიჯექი და ვიზუალიზაციას ვაკეთებდი, ეს მოვიდგენი, როგორ ვიდექი მეც ამათთან ერთად, ახლა ძალიან ქედმაღლურად გამოდის, ამათთან ერთად როგორ ვიდექი მეც სცენაზე და მეც უკრავდი და სანამ იუმორინა დაიწყებოდა, მქონდა აჩემებული ერთი ვიდეოკასეტა, სადაც ბატონი ჯემალ ბაღაშვილი უკრავდა თავის ცნობილ ბაღდადურს და აი ეს კასეტა ესე დაგეჭილი იყო თქვა ლენტი ახალგაზრდა მაყურებლებს მინდა უთხრა რომ ადრე კასეტებზე ხდებოდა ეს და იყო ეგეთი დრო ლენტი როიდოში გადაახვევდი და ეს ლენტი იმ ადგილას სადაც ბაღდადურს უკრავდა ბატონი ჯემალი აფუჭებული იყო იმდენჯერ მქონდა გადმონახვევი და სწავლობდი დაკვრას ესე უყურებდი დავაპაუზებდი უყურებდი რომ კაცო მეც ესეთივე გიტარა მაქვს რაც ბატონ ჯემალს არა ხარისხი და ფირმით იმას სხვანაირი ქონდა ახლა ბატონ ჯემალი საოცარ გიტარაზე უკრავს მერე გავარკვიე თურმე კედელის გიტარა ახლა არც ქვეყანაა და არც გიტარა გამოდის და იმ პერიოდში რაიმე კარგი თუ შემოდიოდა საქართველოში ძვირფასი ნივთი მაღაზიაში რატომღაც არიგებდნენ რაიონის და სოფლის მაღაზიებში, უნივერმაგებში, ესეთ მაღაზიებში და იქ უნდა ჩასულიყავდა ჩუმად გამყიდველისთვის 10 მენტი გეჩუქებიდა და იმას გამოგიჩა და გავიგე რომ ასეთივე გიტარა როგორც ბატონ ჯემალს აქვს, აი ესეთი ინსტრუმენტი ზუსტად არის ჩემს სოფელში ვანის რაიონ სოფელ დიხაშქოში. ავტეხეს ამის ერთი ამბავი აყვანტავდი ფეხები არ გიტარა მიყიდებ მიგიხილის გაწო გიტარა სიმშილია და ქვეყანაში არა გიტარა მინდა და ნუ აი შევაწუხებ მთელი ოჯახი როგორია 71-ის მიცემა გიტარაში მაშინ მამაჩემს ხელფასს ქონდა 101 მანეთი მამაჩემა აი ჯანდაბას ბარე ბებიაც მოვინახულობთო და ჩავიდეთ სოფელში და მივედით ამ მაღაზიაში ნახეთ არის ეს ჩემი სანუკვარი გიტარა უტრიალად რა ჩემმა და მამაჩემმა ამ გიტარას უტრიალად და საბოლოოდ ვიყიდეთ ჭაღი. რაციონალური გადაწყვეტილება მიიღეს, ხო? მე მაინც შემჭა იმ ძველი იმ საცოდავ გიტარაზე ვაგზელებდი ამას ყველაფერს და
თან ცდილობდი რომ აი ეს ბგერა ხა პატარა გაკვეთილი ვით გამომდის ახლა ის ბგერა რაც ხოდა მაშინ ბატონ ჯებალს იმ ინსტრუმენტის სიმის ხმა ჩემს გიტარას რო ამოიღო იგივე ხო უყურებ რო კაცო 100 აიღე აკორდი მეც ავიღე არებ თუ არ ვემხევთ ერთმანეთს თურმე გადაწყობილი აქვს გიტარა ესე იგი რა ხდება თქვენს დამწყები გიტარისტები მეხუთე და მეექვსე სიმი მოჭიმული აქვს ისე რომ მეხუთე სიმს ამ ხმის ნაცვლად აქვს ეს ხმა და მეექვსე სიმს ამის ნაცვლად ეს ხმა მოუჭიმე მეც რომ დაუკრა ბაღდაური მოდი გააწყდა სიმი არ ძილს უშოვე სიმების აიშევდა აბა მეოთხე დავავი მეხუთეს ნაცვლად წვალო ამრიც მოუჭიმა მიწყდება რომ ძალიან სულ დღეში ვარ არა ისე უკრავს და ისე მინდა მეც ვაკეთო ის არ გამომდის არაფერ რომ გავიდა წლები და მე რომ ამოვყავი თავი ამ საოცარ პროექტში პირველი კითხვა გია რომ გავიცანი გია მეუთხარი ერთი რაღაც უნდა კითხო პროფესიონალური კითხვა მაქვს მეუთხარი აი თქვენ რო უკრავთ მეუთხარი ბაღდადურს და იქ რო ნოტა დო და ნოტა სოლ რო არის მეექვსე მეხუთე მეექვსე სიმ ხო ასია მეუთხე კი ასია მაგაში რა მეფალოთ ესე იგი მოჭიმული გაქვთ ხო ესე კი ალბათ მეხუთეს ნაცვლად მეოთხე სიმი გაქვს და მეექვსეს ნაცვლად მეხუთე სიმი ხო მეუთხარი ხა ჩემი მოკლედ პატარა ჯგუით რო ალბათ რო არ გაწყდეს არა ჩვეულებრივი სიმებიაო კი მარა არ გიწყდებათ მეუთხარი სიმები მეთქი კი გვიწყდებაო და აი არ დავიძე მეთქი ახლა საიდუმლოს და ეხანოს ფარ და უნდა აღმოაჩინო რა შვებით მე რომ გიწყდებათ სიმები ახალს ვაბრევთ. დიდი საიდუმლოა. ამას მოვლილი ხოდა სოფიოს სიმი და კარარი მომხოდა. ბათუმს სანახავთ სიმს და გიტარას. ხო, აი იმას გაჩვენებთ ახლა ამდენი ლაპარაკის შემდეგ მუსიკალურად მე და შემდა მომეხმარო ერთ მომენტში რო გეტყვი, ჰოპ, ასე თითი დამიდე ამ ორ სიმზე. მე არ გავრისკავ გადაცემაში არ მოუჭერ. მაინც დო და სოლ შევფრად ანალოგ სისტემით. რა დაუკარი პირველად იუმორინას კონცერტს დედა აბა მიდი წითელი პერანგით რო ვიყავი გამოწყობილი ჩაიების სოლო. ახლა სასიკვდილო ნომერი. მაი სასიკვდილე მაი. მიდი მერა. ჰოპ. ფანტაშორის მერაბი არის თქვენ შორის ერთადერთი რომელსაც აბსოლუტურად ყველა იუმორინაში აქვს მონაწილეობა მიღებული ასე რომ რეკორდსმენია რამდენი იუმორინაში მონაწილეობა მიღებული ყველაში ბატონო მარტივი ხო რა დავთვალო აღარ სად ვითვალო რა მოგლეთ ეს 25 წელი გასულა მართლა მადლობა ქართველ მაყურებელს მადლობა თქვენ
ჩემო ძვირფასო, მადლობა ბატონჯემას, მადლობა თქვენ ჩემო გიორგი და მადლობა ჩემ თავს რომ მოხვდი აქ და მადლობა ღმერთს. იუმორინა დაწყებულია 1-2 წლის. ეს ის დროა რო ჩაჯდები ავტობუსში და ჩაგითავენ იუმორინას. და მიდიხარ და მოყვება იუმორინას ყველა კონცერტი რომელიც კი ჩატარებულა და ვიყიდე სადგურში ბატონო ბილეთი და მივიდივარ დასავლეთში. ხალხი ამოდის, ახლა ბუნებრივია წესრიგდება ხალხი და ზოგი ადის, ზოგი ჩადის, დაგდება ესე. ბიჭო, უცებ ამოდის ზია კვირიკაშვილი. მე ვთქვი, ზია სად მიდის? და უნდა წამოვიწიო რომ ზია დაუძახო, აქ ვარ, მერაბი ვარ, სად მიდიხარ? ამე და ზია თქვა და მოტრიალდა ეკალი და არ არის ბიჭო ზია. არ და ერთ-ერთი გაჭრილი მაშინით ზია კვირიკაშვილი გაც. არ მესალმება, მეც ახლა თავი შევიკავე, არ არის. ეტყობა მე მომელანდა რაღაცა და ეს ქალი ჩემგან 2 სკამით წინ დაჭდა. ვიღაც მანდილოსანი ამობძანდა და დაუჭდა გვერდით. ახლა მათ საუბარი მესმის. გიცანით. გამარჯობათ ქალბატონო მზია. თქვენი ყველა კონცერტი მაქვს ნანახი და გიჟდები თქვენზე, მთელი ოჯახი დავჯდები და მარტო თქვენ გიყურებთო. ისე გვიყვარხართ ქალბატონო მზია, მეტი რო არ შეიძლება. რა ბედნიერებაო რომ დღესო ერთად უნდა ვიმგზავროთ. ეხლა ველოდები იმ ქალის პასუხს, გაცო, მართლა მზია და თუ მე ვწდები. ქალბატონო ბოდიში, მაგრამ მე მზია არა ვარ, მაგული მქვიაო. ბატონო მეო ტელევიზორი და მზიათი გიცოდ, აღა სახში რაც გესახია, რა ვიცი. როგორ შენ მზია არ ხარ კვირიკაშვილი? არა, ქალბატონო მაგული ვარ და არა ვარ მზია კვირიკაშვილი. ეს ქალი იმდენადაა დარწმუნებული, რომ ეს მზია მოტრიალ და უკან გაცო სხვას კითხოს. კაი, მე ვწდები, მაგრამ სხვები ხარ შეცდები. და შევრჩი მე. დედა, ეს თქვენ ის არა ხართ კაცო, რაგვარი გეგეჭკორი. თქვენ გეგეჭკორი არ ხართ? აი ეს მზია კვირიკაშვილი არ არის? მე მეკითხება ახლა და მე პასუხს არ მაცლის. რა ვაგეგადებათ ქალბატონო, არც მაგია მზია და არც მე გეგეჭკორი. გააჩერეთ, ავტობუსი ჩავდივარ, ბატონო. ეს არ ეუბნებოდ მე მგონი მე. ესე იგი, ეგეთი მსგავსება გიორგი ბატონო. არ ვიცი რა. მაგრად გავდაცხო. ახლა წლების განმავლობაში ჩვენ უამრავი ადამიანი შემოგვიერთა და ქალბატონი მზია ახსენა და რა თქმა უნდა ჩვენ უამრავი გვაკლია. პირველ რიგში მესაძირკვლეები, ბუმბერაზე მსახიობები და პიროვნებები, ბატონი გივი ბერიკაშვილი, ბატონი კახი კავსაძე. გამოგვაკლდა ჩვენი ზურიკო ბერიკაშვილი, ჩვენი მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, გოგა ოსეფაშვილი, სხვები და სხვები. მართლაც მთელი ცხოვრება ერთად მოვდივარ და ტკივილიც ახლავს ამ ყველაფერს, მაგრამ ახლავს კიდევ სხვა რამ, რასაც ქვია ახალი მეგობრების შემომადება და უკვე მოასწრო მაყურებელმა არაერთი წელია, რაც შეიყვარა ჩვენი რომა ქერქაძე და დათო ბეკოშვილი უკვე იუმორინა შემადგენლობიდან. მოდი ჩემო რომა შენ და დათო მოყევით როგორ იყო თქვენი ამბავი. იუმორინასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, დავიწყე, მოკლედ გავიხსენებ პირველი იუმორინაზე რომ გამოვდიოდით. ესე იგი, პირველი იუმორინაზე როცა გამოვედით, კოსტუმი მეცვა, რომელიც ჩემმა სიდედრმა მიყიდა ჩემს ქორწილში. ახლა მეორე იუმორინაზე რომ გამოვდივართ, უკვე ხო პირველზე რომ გამოვედი, მოყვა ამ ყველაფერს მე რესტორნები, იქით და ისე მოვიმატე. ეხლა ეს კოსტუმი აღარ მერგო. გაჩანდელი და ჩემ ცოლიზმას რომ მისმა სიდედრმა უყიდა მის ქორწილში, ჩემი ცოლიზმის კოსტუმი მეცვა. ხო და ნენელა მივდივარ მე მატებაში და მესამე იუმორინაზე გამიმართლა და გურული თოვლის ბაბუა ვითამაშე. თორე ეხლა რო დავფიქრდი, არც მომიყავი მეორე ცოლის მომყვანი. არ ჩემი სიდედრი იყო მეორე კოსტუმი წინდელი. ხო და ეხლა უკვე ისე მოვძლიერდი რომ აგერ ჩემი ნაკეთი კოსტუმი მასწავლე. მე მიდის ბაბუა. ოჩა. ბატონო და გავიხსენებ კიდევ ბატონოგია იუმორინას ვარსკვლავი გაიხსნა და ახლა იქ ერთად ვიყავით ყველანი და მოგიხსენებათ რომ ქვემოთ როცა ჩავედით უკვე ვარსკვლავის გახსნაზე არის ისეთი ამბავი რომ ძალიან ბევრი ხალხია და აი ახლოს მინდა მისვლა და როგორც იქნა ჩემი დროც მოვიდა რომ მივიდე ვარსკვლავთან და მინდა რომ ნახო დავდგეზეთ სურათები გადავიღო და იქეთ მეუღლეს აბა ფოტო გადამიღე და აბა հետავ დგავარ ეხლა უკვე ვარსკვლავზე და მყარად გევარ და აბა და დახვტივარ აი აბა გადამიღე კი და დავიხარე და ხო ის კომპიტის ის ბჭყვალები და ეს ის არის ხო დავიხარე და ესე გადავწიო რა ხა ვარსკვლავს მინდა და ხა ვერ თქვი აი ეს გავაკეთო და გადავწიე ესე დავხედე და ირმა სოხაძე მეორედ გავხსენი ქალბატონინმა მივხვდი ალაზე გადავედი ორი ნამიჯდიკი და თავიდან დათო შენ გაიხსენე როგორ რეპეტიციობდით გაუთავებლად
თქვენ პირველ სკეჩს. მოკლედ როგორც ყველასთვის ჩვენთვისაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი ბედნიერება იყო თქვენს გვერდით მოხვედრა იმ არაჩვეულებრივ ხალხთან, ჩვენს მეგობრებთან უკვე შემდგომში მოხვედრა და ნუ რა თქმა უნდა ყოველ რეპეტიციას განსაკუთრებით ვემზადებით ხოლმე მე და რომა და რადგანაც პირველი იყო, ნუ უდიდესი პასუხისმგებლობით, სადაც მოგვიწევდა თეატრში სპექტაკლს თამაშობდით, შესვენება იყო კულისებში გავდიოდით რეპეტიციას, ერთად ვიყავით, გავდიოდით, სუფრაზე მივდიოდით, ტაქსში ვიჯექით, იქ გავდიოდით, ყველგან ტექსტი რო კარგად გამჯდარიყო ჩვენში და ეს როლი გაგვეთავისები და ერთი ესეთი მომენტია ტელევიზიაში. შევედით საპირფარეშოში. საპირფარეშოში რო შევედით, ჩემს გვერდით აღმოჩნდა რომა გავხედე და მეთქი უცებ, აქ დრო არ დავკარგო და დავიწყე ეგრევე. აი გამარჯობა მასწავლებლო. გაგიმარჯვეთ? აი ინგლისური კომპიუტერი უნარები აქ ისწავლება და აი ესე და შევყევით კაცო შევყევით სულ დაგვაქვს რეპეტიციას გავდივარ და ვერც კი შევამჩნიე ამ დროს ვიღაცა უკან ჩვენს უკან ვიღაცა შემოსულა თავის ამბისთვის და გვიყურებს ეს ჩვენ და იმ მომენტშიო რომ აქ რა მოგიყვანა შემაძლან მოტრიალდი და ეს კაცი გაოცებული დარჩა და ბულებულმა მოთხოვნილებამ ჩემო ძმაო მადლიანო შენ რა თქმა უნდა გამოვედით წლევანდელ კონცერტს რაც შეეხება ჩვენ ამის ირგვლივ ვართ რა თქმა უნდა პირველ რიგში ფოკუსირებული უთხრა ჩვენს მაყურებელს რომ რა თქმა უნდა ბევრი სიახლე ელოდება ძალიან ელოდება ახალი სახეებიც ახალი მუსიკალური იუმორისტული კომპოზიციები და აგრეთვე ის მათთვის ცნობილი საყვარელი ეგრეთ წოდებული ოქროს ნომრები რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა და ძალიან უყვარს მაყურებელს და უხდება საიუბილეო პროგრამას ამ 25 წლის მანძილზე ჩემო მერაბ 25 პროგრამა გვაქვს გაკეთებული ქუჩის მუსიკოსებს 25-ს განუყოფელი ნაწილი და სოლისტი ბრძანდები შენ ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩვენი მაყურებლისთვის და რა არის დონ ბაზილიოს არიიდან დაწყებული ესე იგი ძაღლის ყეფითა და ინდაურის ხმით დამთავრებული ყველაფერი გაკეთებული სცენაზე. შენის თქვი მაყურებელი ყველაზე მეტად რას გამოარჩევს ხოლმე და რას აღინიშნავს? აი, კარგად აღნიშნე, ჩემო გია რომ ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ბევრი რამე მაქვს რა ვიცი სალამურზე უკრავ, ნამღერი მაქვს რაღაცა ისეთი საინტერესო რაღაცები კლასიკურიც მათ შორის. ცეკვა. ხო, ცეკვა მათ შორის. როიალზე დაკვრა და ასე შემდეგ. როიალზე უკრავ, ინდაური როგორ ყვოტია რაღაცები ეგ არის ყველაზე საინტერესო თითქოს ხოლმე ეს ხშირად გეკითხებიან პატარა ასაკის ესე იგი ბავშვებისთვის არის ხოლმე და რაც შემილი აღნიშნო ის არის რომ მე მყავს ძმა ლევანი რომელიც დღემდე ყველას გონია რომ არის ჩემი ტყუპი ხო და ნუ ყველა აი შენ ის არა ხარ ტყუპის ცალი ტყუპის ცალი და უკვე იმდენ ჯერ გავიარე ეს ამბავი რომ აღარ მეწინააღმდეგები და ვინმე მეოთხე ტყუპი ეს იმიტომ რომ კლონების ნომერი რო ქონდა სადაც შენ და შენი ძმა ერთად გამოდიოდით ერთადერთი ჩაცმული აი ესე აღიბეჭდა მაყურებლის მეხსიერებაში აღიბეჭდა აი ეგ საკმარისი იყო იმისთვის რომ მე ხოლმე ტყუპი საერთოდ აღარ მეწინააღმდეგები მე ყველაზე მეტად მომიწონა ერთად ვართ მე და მერაბი ბათუმის ბულვარში და ერთ-ერთი ხალბატონი აღარც ერთ აღარ გვიყვირს თქვენი ძმა რო არის ხო თქვენი ტყუპია 5 წლით უმცროსია ჩემთან შედარებით, მაგრამ ტყუპია ხალბატონო და ისიც მაყოფილი დარჩა. ბათუმზე გავახსენდა აჭარაში ყოველთვის მეკითხებიან. ირა ფერაი მაღალი რომ აპაცაი რომ ამწვალებს ირა ამწვალებს. შენი და გუჯას დუეტი როა. ჩემო მერაბ. შენ წლების მანძილზე იყავი ჩვენი სასიქადულო ანსამბლის რუსთავის სოლისტი. არა მარტო შენ, არამედ ჩვენი ძმა და მეგობარი ბადრი ჩიხიაშვილი ასევე რუსთავის სოლისტი იყო და წელს მას დებიუტი აქვს იუმორინაში პირველად გამოდის და ჩემო ბადრი შენთან როგორც ამჯერად იუმორინას დებიუტანთან მიუხედავად იმისა რომ გადასარევად გისნობს შენ მაყურებელი შენთან მინდა გადმოვიდეს სიტყვას და შენ რას მეტყოდი პირველ რიგში რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა ნდობისთვის და იმ სიაში რომ შევდივარ უკვე იმ მონაწილეთა სიაში რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში ესე ლამაზად მოიყვანეს მართლა დღემდე მაყურებლის წინაშე 25 წლის განმავლობაში ნამდვილად რთულია და ჩემთვის მართლა პირველად რუსთავში 2008 წელს რომ მოვხდი, იქ აღმოვაჩინე რომ თურმე იუმორინას წევრი მერაბ სამყურაშვილი ყოფილა სინამდვილეში ასევე ანსამბლ რუსთავის მომღერალი და ისე გამიხარდა და ისე მესიამოვნა გამოვიყენე მოკლედ საშუალება და შანსები რომ გავყოლოდი ერთ-ერთ დღეს რეპეტიციაზე და შევედით რეპეტიციაზე ხდება ქუჩის მუსიკოსების რეპეტიცია და ჩვენი დიდებული ადამიანი გივი ბერიკაშვილი ზის იქ და ელოდებით ასევე კახი კავსაძეს და ეკითხება ბატონი ჯემალი რომ სად არისო კი მაგრამ კახიო რატო იგვიანებსო და
თურმეო წნევა საწევიაო, წნევა აწევიაო და რაღაც გამოძახებაო, წნევის დაწევა მთელი ამბავი და შეწუხდა სულ ყველა ხალხი. შეწუხდა, უი რას ამბობ კაცო და უი რო ნეტა როგორ არის, აბა დაურეკე ერთი როგორ და ურეკავს. კახი როდემდე უნდა ვატყუო ეს ხალხი რომ სპიკერზე ჩა აგვიწყდა ყველას მოგეთ ისეთი კარგი მომენტი იყო და ისეთი საინტერესო რა ძალიან ბედნიერი ვიყავი იმ დღეს და დღეს ხო რა თქმა უნდა 10 ჯერ ბედნიერი რომ უკვე იმ შემადგენლობაში ვარ რომლებსაც ასევე უნდა წარმოაჩინო აქვე კიდევ ერთხელ უთხრა ჩვენს მაყურებელს 15 და 16 თებერვალს გაიმართება ჩვენი კონცერტები და ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები.g. ახლა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა დოდონასთან გადმოვიდე სიტყვით და ჩემო დოდონა, შენ გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ წინა წლის, ანუ 2024 წლის იუმორინას ნამდვილ აღმოჩენად იქეცი. წელსაც საინტერესო რაღაცებს ვამზადებთ მაყურებლისთვის, შენ რას მეტყოდი? პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, რომ მიმიღეთ იუმორინას ოჯახის წევრად და მაყურებელსაც, იმიტომ რომ ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც აი ყოველ წელს უყურებ იუმორინას ბავშვობიდან და უცებ შენ თავს ხედავ ტელევიზორში, ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო ეს ჩემთვის. და მთავარი, პირველად რომ შემოვედი ლომისში და გამოვიხედე, ხედავ სხვადასხვა აფიშები. ბათვალიერები, ბუმბერაზი ადამიანები, ბატონი კახი, ბატონი გივი, წარწერებით იუმორინა 2020, იუმორინა 2019. ვეძებ ახლა რომელია პირველი, ვეძებ და ვიპოვე იუმორინა 2000. დავფიქრდი და მე 2001 წელს ვარ დაბადებული. ანუ იუმორინა არის ჩემზე უფროსი. ერთი წლით არის ჩემზე უფროსი. რამდენი ხანია საუბრობთ და არაფერი გვიმღერია. ხო და რამე ექსპრომტად ვიმღეროთ ისეთი, რომელსაც სცენაზე არ შევასრულებთ. სცენაზე, რასაც შევასრულებთ, ამას ნახავს 15 და 16 თებერვალს მომბრძანებული მაყურებელი ფილარმონიაში და მანამდე რამე ისეთი შევასრულოთ, ლამაზი, კეთილხმოვანი ქართული, ყველამ რო ვიცით და ყველას რო გვესიამოვნება. აბა ვცადოთ. გულსრად მიგლა სიცოცხლე ჯერ არა მიმეთავარებია მე ხოგურით ვიხრეთები გული ჩემი თვალებია თქვენ ჩემო მეგობრებო, დანარჩენი კიდევ ერთხელ მოვიპატიჟოთ ჩვენი ძვირფასი მაყურებელი და შევხვდებით ერთად 15 და 16 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩვენ საიუბილეო კონცერტზე იუმორინა 2025. დღეს 1 თებერვალია. 4 წლის წინათ, სწორედ ამ დღეს, 1 თებერვალს მარადისობისკენ გაგვიფრინდა ქართული ესტრადის არწივი. განუმეორებელი ხმის საოცარი არტისტული და პიროვნული ქარიზმის მქონე ნამდვილი ვარსკვლავი. ყველასათვის საყვარელი ბატონი თემურ წიგლაური. დღეს ჩვენთან სტუმრად არის ბატონი თემური ქალიშვილი
ჩემი ქეთი ციკლაური. დავამშვიდობისა. გამარჯობა. ქეთი. შემოგვიფასე. მე-4 1 თებერვალია. კი, სამწუხაროდ. მეც და შენს გვაქვს ის დიდი რა სიცარიელი. უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეა. ზოგჯერ გგონი ადამიანს, რომ აი თითქოს გუშინ იყო და ზოგჯერ გონია, რომ 400 წლის წინ, მაგრამ რეალობა გვეუბნება, რომ მხოლოდ 4 წელი გავიდა იმის მერე, რაც მამა აღარ არის ჩვენთან. და მადლობა შენ გია, რომ სულ გახსოვს და სულ აი ესეთ ყურადღებას იჩენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, შიდა წრემს აქვს ეს მომენტი, რომ ზოგჯერ ავიწყდებათ, იცი? აი თავისივე ადამიანები, ვისაც აი ყურადღება და პატივი უნდა სცენ. თუნდაც უკვე გარდაცვალების მერე და შენ ბრავო ამისთვის, რომ ყოველთვის ყოველთვის გახსოვს. მე წარმოვიდგინოთ იმაჩნია, თემურ ციკლაურის დავიწყება არ შეიძლება და რაც თავარია. მას არ ივიწყეს მისი მაყურებელი და მისი მაყურებელი და მსმენელი ეს იყო მთელი საქართველო და არა მხოლოდ შინ სამშობლოში ყოველთვის მიკვირს ის მომენტი რომ აი მომავალ თაობებში გადადის ეს ანუ მშობლები ასმენინებენ თავის შვილებს და თითქოს და აი ვთქვათ უკვე ჟანრობრივად სხვა მუსიკალური გემოვნებით გაზრდილი ახალგაზრდობა თითქოს არ ნახსოვდეს თემურის მუსიკა და რამდენია იცი ვისაც უყვარს და აი არ ვიცი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი და მომღერალია თემური. ეს ძალიან გასაკვირია და ძალიან გასახარი და მადლობა იმ თაობებს, ჩვენ თაობას, ჩვენი მშობლების თაობას, ვინც არ ივიწყებს და თავის შვილებს ამას ასმენინებს და ასწავლის. დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება, იმიტომ რომ გადაჭარბების გარეშე თემურმა მოახერხა და თავისი სათქმელი ისე ჩამოაყალიბა ხელოვნებაში და დატოვა ისეთი შემოქმედება, რომელიც აი ღრმად ვარ დარწმუნებული ამაში, რომ გაუძლებს საუკუნეებს. მიუხედავად იმისა, რომ საესტრადო ხელოვნება სწრაფ ცვლილებას ექვემდებარება და მოდა თუ მიმართულებები სწრაფად იცვლება, ამ სფეროში არის რაღაცა მარადიული და მთავარი, რომელიც უძლებს დროს და უძლებს სხვადასხვა თაობების კაცრ ესთეტიკურ გამოსვლას და აი თემურის შემოქმედება სწორედ ასეთია. გია, ბოდიში რომ გაწყვეტინებ, იცი კიდე რა მომენტია, იმდენად ვრცელი იყო მისი რეპერტუარი ჟანრობრივად. რომ ამაშიც რაღაცა ისაფუძველი არის, მხოლოდ ერთ ჟანრში რომ ყოფილიყო, მთლიანად რეალიზებული, კიდევ თქვათ რაღაცა ეჭვი გვექნებოდა. ნუ ეს ძალიან ფართო სპექტრი იყო და მე თან ხმე. აბსოლუტურად გეთახმები, თან ამინდა იცი კიდე კითხო და შეგახსენო კიდეს რომ წარმოიდგინე ჩემ და შენ თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი ხა მას ჩვენ კულისებში ვიყავით, ბავშვები ვიყავით, მოზარდები იმ ასაკში და გვახსოვს რომ 40 სპექტაკლი 10 დღის მანძილზე. ანუ დღეში 4 სპექტაკლი, თოვლის ბებოს ზღაპარი სახელმწიფო პერიოდში ტარდებოდა. ბუფეტში თამაშები, ცირვილები, დერფნები. და წარმოიდგინე, თემური ისე იყო დადგმა მაშინ განხორციელებული, რომ გერვასის როლში, მთავარ როლში სცენიდან ვერ გადიოდა. ანუ არც ერთი ეპიზოდი არ ქონდა, არ ტოვებდა არც ერთ. 4 სპექტაკლის განმავლობაში და მე არ მახსოვს სპექტაკლი, არ მახსოვს კონცერტი თემურს ან ჩაეგდოს, არა მარტო შემოქმედებითი ხარისხით. უბრალოდ ხმა რაღაცა ნახევარ ძალით რომ მემღერა ან გაიგებდა გამორიცხულება იყო ეს, აი როგორ ახერხებდა რომ თან ეს მარტო 4 სპექტაკლი ხო არ იყო, კაცო, მერე იყო ბანკეტი, რომელიც სათვალე მეხუთე და მეექვსე სპექტაკლი იყო, მაგრამ ეტყობა რაღაცა ეს პიროვნული მასშტაბია მაინც და მთელი აი ამ ანსამბლის რაღაცა ეს ბედის წერა. იმიტომ რომ მართლა განსაკუთრებული ანსამბლია ივერია. გია, იმიტომ კი არა რომ ჩვენია და ყვარს, იმიტომ რომ ობიექტურად ვაფასებთ. ალბათ აი ეს პოტენციალი ქონდა რაღაცა ზე და ყველა ანსამბლის წევრს ესე ქონდა. უბრალოდ იმაში იყო ამოცანის ეს რაღაცა იდუმლო სახსნა, რომ ეს იყო სინთეზი. თითოეულს ქონდა თავისი დამახასიათებელი მკვეთრი პიროვნება, მაგრამ სინთეზში აი ამ ერთ დიდ ზღაპარს ქმნიდნენ, რომელსაც ივერია ერქვა. და რა თქმა უნდა, თემური იყო უდაო ლიდერი ამ ანსამბლის, წამყვანი სოლისტი და ქონდა ეს რაღაცა ალბათ ტიტანური ენერგიები ქონდა, არ იღლებოდა მართლა. ნუ და გარდა მაგისა იყო უმაღლესი დონის პროფესიონალი. აბსოლუტურად გეთახმები ამაშიც და აი გარდაცვალებამდე არც ისე დიდი ხნით ადრე ჩვენმა დიდმა მაესტრომ და დიდმა მეგობარმა ანსამბლი ივერიისა ბატონმა ვაჟა აზარაშვილმა აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და დიდი სიყვარულით მოვიგონებ მასაც ასეთი რამ მითხრა რომ დროთა განმავლობაშიო თემური ჩამოყალიბდა დიდ მომღერლად და ნატიფი შესრულების დიდ ოსტატად. ისე ზუსტად ჩაწვდა აი ამ ნიუანსებს და მაყურებელმა ძალიან კარგად იცის და შესაძლოა ჩვენზე არანაკლებად. როგორი იყო თემური სცენაზე. მაგრამ მოდი ის უთხრათ როგორი იყო თემური სახლში, ოჯახში,
მის უსაყვარლეს შვილიშვილთან, რომლის დაბადება იქცა რაღაც აი ახლიდან დაიბადა თვითონ და ეს იყო ბედნიერების პიკი. როგორი იყო საჭი? თემური ყოფით ცხოვრებაში იყო ძალიან უბრალო. ძალიან უბრალო, აი არაფერი დიდი ისეთი არ ჭირდებოდა. რაც მთავარია ჭირდებოდა სიმშვიდე, იმიტომ რომ იმდენად აქტიური ცხოვრება ქონდა და მაინც ახლა იხარჯებოდა სცენაზე ჩვენ კი ვთქვით, რომ ტიტანური ენერგიები ქონდა, მაგრამ ნუ ყველაფერს ჭირდება კი ბატონ რესტარტი და ამიტომაც აი ამას ვუქმნიდით, იცი, რაღაცნაირად ყველას ქონდა ჩვენი რაღაცა პატარა სამყარო, ამერთდით ჩვენს სამყაროში, რომელსაც ჩვენი ოჯახი ქვია. ხვათა შორის იყო საოცარი მზარეული, არ ვიცი, მე ხშირად მიხსენებია და ჩვეულებრივ ინტერვიუებშიც მისნაირად ხინკალს კაცი ვერ ახვევდა. ეგ არის მარტო ხინკალი არა, კიდე ძალიან რამოდენიმე ესეთი, მაგრამ ბუღლამას აკეთებდა სასწაულად. ან ხორცის რაღაც ისეთ სადილებს. აი სულ სხვანაირი გემოდა რაღაცა, ისე აკეთებდა რაღაც ძალიან გამოსდიოდა. მაგალითად უყვარდა ტოლმის გაკეთება და დედას არ უყვარდა და სულ ეზარებოდა უფ რა უნდა ამას და სწრაფად დაიწყებდა ყველაფერს გააკეთებდა ყოჯაღად. იყო ძალიან ყურადღებიანი, ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებდა აბსოლუტურად. და ნუ შენახსენე ჩემი შვილი ანდრია, რომელიც ნამდვილად ძალიან უყვარდა და ფაქტიურად მამობა გაუწია, იმიტომ რომ ანდრია იყო ძალიან პატარა, როცა მე მეუღლეს გავშორდი და რა ვიცი, თავისი რაღაცა ესეთი კაცური ურთიერთობები ჰქონდათ. ერთად დადიოდნენ, ხშირად სადღაც სანამ პატარა იყო ანდრია, ხან პარკში მიყავდა, ხან ზოოპარკში, ხან ცირკში, ასე ერთად დადიოდნენ და რო გაიზარდა, მერე უკვე რაღაცა ისეთი თავისი რაღაც საუბრები ჰქონდათ ცხოვრებაზე, ფილოსოფიაზე და ასე შემდეგ. ანდრია ამას იხსენებს და ნამდვილად იძახის. ოღ რა ბედნიერი იქნებოდა ახლა ანდრიას ბედნიერებას რომ მოწევდა. აი წარმომიდგენია ხა თემურის. კი, იქნებოდა. ნუ რას იზავ. ერთი რამ მინდა კითხო. რას ეთყოდი თემურს ახლა აი ხო იყოს ჩვენთან ერთად? აი, გია იცი რა შეასაქმე. სამწუხაროდ ჩვენ ისე ვცხოვრობთ ხოლმე შვილები. შეიძლება არის გამონაკლისი, მაგრამ არ მგონია, რომ ჩვენი მშობლების მემატიანები არ ვართ. ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ. ხშირია რაღაცა გაუგებრობები, ხან გეწყინება, ხან შეელაპარაკები, ხან გაებუტები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველა ვართ ადამიანები და რატომღაც ხდება ისე, რომ არეუბნებიან ხშირად მშობლებს, რომ ძალიან უყვართ. ამას ვნანობ და ეხლა ვეტყოდი ამას, იცი? ამას მივხვდი მაშინ, როდესაც თემური წავიდა, რომ ბოლო პერიოდში მაინც რაღაცა გატყდა ეს ჩემი ხასიათი და მისის ესეთი რაღაცნაირი. მაგრამ ცოტა იყო ეს, ვეფერებოდი და ვეუბნებოდი, როგორ მიყვარს, მაგრამ აი ეს დანაკლისის გრძნობა მაინც მაქვს, უფრო მეტი უნდა მეთქვა და უფრო მეტად უნდა მოვფერებოდი და ყველას გირჩევთ, ხალხნოვისაც ყავთ ცოცხალი მშობლები, ყველამ უთხარით, როგორ გიყვართ და მოეფერეთ თქვენ მშობლებს და ეხლა ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და მოვეფერებოდი. სხვა რა. შეიძლება რამოდენიმე შეკითხვა დამესვა ისე ჩვენთვის, არა ეთერისთვის. კი. შენ ისე მოახერხე აი ეს მოფერება, ოღონდაც სიმღერით და სიმღერაში მასთან ერთად, აი იმ დუეტში, რომელიც ერთად მოვამზადი და რომელიც შენთან ერთად მინდა ეხლა ჩვენი შოუს მაყურებელს შევთავაზო. მადლობა გია, მადლობა. მეგონა ასე ბევრი რამ მინდა მეგონა სურდაოდეს მე ბევრი ღიმილი მინდა სხვა არაფერი მეგონა ასე ბევრი რამ მინდა მეგონა სურდაოდეს მე ბევრი ღიმილი მინდა სხვა არაფერი
მე ვიცი თმებზე და მეთქოთობა მე ვიცი მალე სიბერეც მოვა შენდამში მხოლოდ შენ გულს მიკლავს შენი სიშორე მახშობ და ვერ მოგიშორე და რად მინდიხარ რატომ წური ხარ ასე არ ვიცი რას მერჩი რადაგიშავე არ ვიცი რას მერჩი რადაგიშავე ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე არ ვიცი რას მერჩი რა დაგიშავე ეს ამის გემშვიდობებით ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესო გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.